ვინ იქნება შემდეგი დიდი ვარსკვლავი მძიმე ზონაში? ტომას პინალი. მაგრამ ის გამაღიზიანებლად მეჩვენება. უბრალოდ არ მომწონს. მოდი ვიყოთ გულახდილები, ყველას გვინდოდა ამ ბრძოლის ნახვა. ოფიციალურ განცხადებამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და შემდეგ მოველოდნელად. გუშინ საღამოს ჯონ ჯონსმა დაგვირეკა და განაცხადა, რომ კარიერა დაასრულა. ჯონ ჯონსი ოფიციალურად დაემშვიდობა სპორტს და ახლა ტომას პინალია UFC-ს მძიმე ზონის ჩემპიონი. ტომას პინალმა ლეგენდარული ჯონ ჯონსი პენსიაზე გაუშვა ისე, რომ მასთან ერთად გალიაში ასკი შესულა. ის ლოცულობდა, რომ მეკურტის ბლეიდთან ბრძოლა წამეგო. ძმაო ის ლოცულობდა. ვერცად იპოვი ასეთ საჯარო განცხადებაში, ასეთ ვიდეოში და ჯონ ჯონსი ამოხსოვს ჩემთან იბრძოლებს. ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს. ვიწევ ყველას, ვინც ამ ინტერვიუს უყურებს, მოძებნეთ ერთი ციტატა მაინც და ჯონსი ამოხსოვს მიოჩეთან ბრძოლის შემდეგ ჩემთან იჩხუბებს. მას შემდეგ ბრძოლა მოვიგე, ის კი სრულიად გაჩვენა და ჩუმად იქნება მანამ სანამ პენსიაზე არ გავა. იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი შანსი, რომ ჯონ ჯონსი ჩემთან ოდესმე იბრძოლებს. მე ჯონ ჯონს პენსიაზე გავუშვებ ისე, რომ მასთან ბრძოლა არც კი დამჭირდება. მაგრამ ეს ტიპი მართლა ასეთი კარგია? მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ამ ბიჭს ელიტური ჯიუ-ჯიტსუ აქვს, ელიტური თეიქდაუნები, მისი დათმები შესანიშნავია. მაგრამ ძმაო ტომას პინალი, ვიცი რომ ის ფეთქებადი, ათლეტური და საშიშია. მძიმე ზონის ახალი ჩემპიონი ტომას პინალი თავის პირველ ნამდვილ ტიტულს ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტოქის წინააღმდეგ დაიცავს. სირილ განი თავისი სპორტული შესაძლებლობების თვალსაზრისით იგივეა, რაც ტომას პინალი. ჩვენ ვდგავართ მძიმე ზონის ახალი თაობის გამოჩენის საწყის წერტილში და ეს არის ბრძოლა, რომელსაც უბრალოდ ვერ გამოტოვებთ. ფიქრობ, რომ ეს ნამდვილად გავს მძიმე ზონოსნების ახალ ეპოქას და ხალხი ნამდვილად დაეწევს განსხვავების დანახვას ჩვენნაირ და 10 წლის წინანდელ ბიჭებს შორის. სტილის, უნარებისა და მემკვიდრეობის შეჯახება, ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ბრძოლა ტიტულისთვის, ეს არის ორი სამყაროს ბრძოლა, მომენტი, რომელიც მძიმე ზონასთან ისტორიას გახლეჩს ადრინდელ და ახლანდელ ნაწილად. ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის UFC 321, ტომას პინალის სირილ განის წინააღმდეგ. ტომას პინალი ნამდვილი ათლეტია, ძმაო, საოცარი სპორტსმენია, მძიმე ზონისთვის ძალიან სწრაფია. მიწაზე ძალიან მაგარია, ასევე ჯიუ-ჯიტსუშიც. მამამისი ჯიუ-ჯიტსუს დარბაზის და შავი ქამრის მფლობელია. მან ჯიუ-ჯიტსუში მომზადება 2 წლის ასაკიდან დაიწყო. ტომას პინალი ახალი ეპოქის სიმბოლოდ იქცა, ადამიანი, რომელმაც ისტორიაში ოდესღაც უდიდეს მებრძოლს აიძულა ხელთათმანები ჩამოეკიდა. ის თავად შერეული საბრძოლო ხელოვნების ევოლუციას წარმოადგენს. სირილმა ტვიტერზე დაწერა, რომ მისი აზრით ფრთხილად უნდა იყო. რას ფიქრობთ თქვენს დაპირისპირებაზე? როგორც ჩანს, ფრთხილად უნდა ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, სირილთან შედარებით საკმაოდ კარგი ვარ. ისეთივე სწრაფი ვარ, როგორც ის, ისეთივე მოძრავი, მაგრამ განსხვავება გრეპლინგშია. მე ჭიდაობა კარგად შემიძლია. ძალიან დიდი ძალა მაქვს და მგონია, რომ ამას ამ ეტაპზე არავინ უარყოფს. ჩემს კარიერაში უამრავი ნოკაუტია, საკმარისია, რომ მხოლოდ ერთხელ შეგეხო. თან დღეს საერთოდ არ ვუტყამდი ძლიერად. ვფიქრობდი, 5 რაუნდიანი ბრძოლა იქნებოდა. არ მინდოდა ნოკაუტი დამემთავრებინა, მაგრამ მძიმე ზონაში ერთი დათმა საკმარისია, განსაკუთრებით როცა მე ვუწყავ. ასპინალი სრული მონსტრია, ძალა, სიზუსტე და მებრძოლის გონიერება შესყმულია ძლიერ სპორტსმენში. ის არა მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი, არამედ ჭკვიანი, სტრატეგიული და ტექნიკურად უმაღლეს დონეზე მდგომი მებრძოლია. ის უკვე ახლა თავის კარიერის პიკში აჩვენებს დიდ შედეგებს და გამოსვლებს, რაც ნებისმიერ მძიმე ზონის მებრძოლს შეშურდებოდა. უყურებ ისეთ მებრძოლებს, როგორიცაა ასპინალი, ძმაო, ისინი უბრალოდ საოცრები არიან. ნუ გამიგებთ არასწორად, ეს ბიჭები მართლა წარმოუდგენლად კარგები არიან. ისინი მეტოქეებს პირველივე რაუნდში ანადგურებენ და ტომას პინალი მართლა მინდა ვთქვა, რომ მას აქვს პოტენციალი მძიმე ზონაში რაღაც მართლა განსაკუთრებული გააკეთოს. მაგრამ რატომ არ მოგცა ჯონ ჯონსმა ის ერთი ბოლო საოცნებო ბრძოლა? პასუხი მარტივია, ყველაფერი ტომას პინალის დამანგრეველი ნოკაუტის ძალის ბრალია. ერთი რამ აღსანიშნავია, ვინც მან დაამარცხა, ყველა მძიმე ზონის გიგანტი იყო. ტომას პინალის დარტყმის ძალა ცალკე თავია MMA-ის ისტორიაში. მისი დარტყმები არა მხოლოდ ძლიერი, არამედ ზუსტად გამოთვლილი და გამანადგურებელი ძალითაა გამორჩეული. მის ტომას პინალის წინ დგას ერთმა ზუსტმა მოხვედრილმა დარტყმამ შეიძლება განსაზღვროს განსხვავება დიდებასა და გათიშვას შორის. დაუბრუნდეთ წარსულს, რათა უკეთ გავიგოთ, რაც ნიშნავს ეს ძალა. რაც მაინტერესებს UFC-ს მძიმე ზონაში, ეს პავლოვიჩია. აი ეს არის ბიჭი, სერგეი პავლოვიჩი. ის არა მეგობრულად ძლიერი ტიპია. პირდაპირ შეიძლება ითქვას რუსი ფრენსის განუა. ის ზუსტად ისე გამოდის ორთა ბრძოლაზე, როგორც ფრენსისი გამოდიოდა. აგრესიულად, პირდაპირ დარტყმებზე ორიენტირებული. სერგეი პავლოვიჩი, ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე უნახავს მძიმე ზონოსანთა დივიზიონს. რუსი გიგანტი UFC-ში შეიჭრა და ყველა გაანადგურა, ვინც მასთან ერთად გალიაში შევიდა. მას უგვირგვინო მეფედ მიიჩნევდნენ, კაცად, რომელსაც ადვილად შეეძლო ქამრისთვის ბრძოლა, მაგრამ აი რაშია საქმე.
იმისთვის რომ მხეცთა მეფე იყო, საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი მხეცის მსგავსად მოქცევა. ადგილის დასამკვიდრებლად საუკეთესოებთან, ყველაზე საშიშ მკვლელებთან უნდა იბრძოლო. თომას პინალი არ აპირებდა თავისი ოცნების დათმობას რუსული დამანგრეველი მანქანის გამო. მას ჰქონდა ნათელი მიზანი და მზად იყო ყველაფერი რისკის ქვეშ დაეყენებინა ამ მიზნის მისაღწევად. Sergey Pavlovich. Here we go, boys. Yeah. You know what I love about both these two fights? I don't know. No idea. I don't know. All right, Sergey Pavlovich in red, Tom Aspinall in white. UFC interim heavyweight championship on the line. That's not what you used to see. Oh, he hurt it. Sergey tagged him early. Yeah. Those leg kicks will pay dividends. ეს ნოკაუტი შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო დიდი განაცხადი მის მხრიდან. ტომას პინალი ეს ტიპი ფეთქებადია, ათლეტური და ძალიან საშიშია. ყველასთვის პრობლემა გახდა. ჯონ ჯონსმა თვითონ თქვა, რომ არ აპირებს მის წინააღმდეგ ბრძოლას. ძმაო, მან ძლიერი მასწრენა მიიღო, მაინც კონცენტრაცია დაუკარგავს. შთამბეჭდავი იყო. სერგეიმ ძლიერად დაასწრა, მაგრამ ტომამ ეს ისე გადაიტანა, თითქოს არაფერი მომხდარა. საოცრება იყო. That was fucking impressive. Yeah, Sergio cracked him. That was impressive. ამან დაამტკიცა, რომ ასპინალი MMA-ის შემდეგი ევოლუციური ეტაპია მძიმე წონაში. ნამდვილი სრულყოფილი მეფე, რომელიც არასოდეს ერიდება გამოწვევებს, რომელიც მიესალმება საფრთხეს და ახლა მან თავისი პირველი ტიტულის დასაცავად ყველაზე რთული ტესტი აირჩია. არა საშუალო დონის სახელი, არამედ საშიში მონსტრი თავისი ძალაუფლების პიკში, სირილ განი. ეს კაცი გიგანტურია, ის ძალიან სწრაფი და მოქნილია. სუბუქია, მას შეუძლია პლანეტაზე ნებისმიერი სპორტის სახეობაში სირბილი და თითქმის ისეთივეა, როგორც ჯორჯ სენტ-პიერი და ტომას პინალი, იმით, რომ მას ყველა სპორტული თვისება აქვს. რაც განასხვავებს სირილ განს უმეტესი მძიმე წონის მებრძოლებისგან, ეს არ არის მხოლოდ ზომა ან ძალა, ეს მისი სისწრაფე, მოქნილობა და ტექნიკური ოსტატობა. მუაი-ტაის გამოცდილება მას ბალანსი, ეფექტური ფეხის მოძრაობა და დარტყმების არსენალი მისცა. რაც საშუალებას აძლევს მას მოხდენია და ზუსტად აკონტროლოს დგომში ბრძოლა. სირილ განი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მებრძოლია. მთელი კარიერის განმავლობაში ის მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ერთხელ ფრენსის განუს, ხოლო მეორე ჯონ ჯონსის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რას წარმოადგენდა პრაიმ ჯონსი, ხოლო განუ ნამდვილი დამანგრეველი მანქანა იყო, რომელიც მძიმე წონაში ყველას ანადგურებდა. სირილი ერთადერთი ადამიანი გახდა, რომლის დაფინიშებაც განუმ ვერ შეძლო. ამის შემდეგ ფრანგმა ბულდოზერით გაიკვალა გზა დივიზიონში. ყოველთვის მინდოდა ნებისმიერთან ბრძოლა. არასდროს მადარდებდა ვინ იქნებოდა ჩემი მეტოქე. ყოველთვის მინდოდა ბრძოლა იმ ადამიანთან, ვისაც ხამარი ჰქონდა. ახლა მე მაქვს ხამარი, ახლა ბიჭები დაიწყებენ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას და ეს კარგია, რადგან მე არასდროს ვარჩევ ვისთან ვიბრძოლო. დიდი ხანია მინდა სირილთან ბრძოლა და საბოლოოდ ეს მოხდება. ასპინალსა და განს შორის დაპირისპირება განსაკუთრებული მოვლენაა. როდესაც ჯონ ჯონსი მძიმე წონაში გადავიდა, ეს ოქროს ხანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამის ნაცვლად დივიზიონი გაიყინა. ჯონსი წელიწადში ერთხელ ჩხუბობდა, დანარჩენი პრეტენდენტები კი მერგაცრუებულები ებრძოდნენ ერთმანეთს და თავიანთ რიგს ელოდებოდნენ. ახლა კი ეს საბოლოოდ შეიცვალა. ტომას პინალმა, რომელმაც დროებითი ხამარი 2023 წელს მოიპოვა და ერთხელ დაიცვა კიდეც ჯონსის კარიერის დასრულების შემდეგ ოფიციალურად აღიარეს უდავო ჩემპიონად. ეს ნიშნავს, რომ ტიტულისთვის ბრძოლა კვლავ დაიწყო. მაგრამ სანამ ეს ახალი ერა ნამდვილად დაიწყება, ასპინალმა უნდა გადაალახოს ყველაზე რთული გამოწვევა, ფრანგი მებრძოლი, სწრაფი და ტექნიკური, რომელიც გალიაში ცივსისხლიანი მანიაკია. ალექსანდრე ვოლკოვთან საკამათო ბრძოლის შემდეგ ბევრი აკრიტიკებდა. ზოგი ამბობდა, რომ წააგო, სხვები ამტკიცებდნენ, რომ საკმარისი არ გააკეთა. ახლა მას შეუძლია ყველაფერი გამოისყიდოს. შანსი აქვს ყველა ეჭვი ჩაახშოს და საუკეთესოთა შორის ადგილი დაიბრუნოს. ის მზადაა ყველაფერი გარისკოს, რათა შემდეგი მსოფლიო ჩემპიონი გახდეს. მაგრამ ისმის თავარი კითხვა. ტომ ასპინას ნამდვილად ესმის, თუ როგორი საშიში გამოწვევა ელოდება წინ?
სიმართლე გითხრათ, გონია ტომს უკვე აქვს პასუხი. მან იცის, რომ დივიზიონში ცოტა განსხვავებული მებრძოლია. სხვანაირად ვიფრთხილ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ტომს მოუწევს პასუხის მოფიქრება, ისა მას შეძლებს. ნახოთ, როდესაც გაიმართება ეს ბრძოლა. ეს ბრძოლა სპინასა და განს შორის ისტორიული მომენტია. სტილების და თაობების შეჯახება, დაპირისპირება, რომელიც მძიმეწონოსანთა მომავალს განსაზღვრავს. სირილ განი სერიოზულ ტექნიკურ და გონებრივ გამოწვევას წარმოადგენს ტომისთვის. ასპინას გამარჯვებისთვის მოუწევს გამოიყენოს ყველა იარაღი, რაც გააჩნია და გასცდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას. განისთვის ეს შეუძლებლის დამარცხება, რომელიც სინამდვილეში არასდროს დამარცხებულა. ჩვენ მალე ვიხილავთ დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება ახალი ერის დასაწყისი იყოს. მადლობა მეგობრებო, რომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეწონათ, გთხოვთ დალაიქოთ და გამოიწვიოთ არხი, ასევე დაგვიტოვეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ დაპირისპირებაზე. ასე რომ დროებით წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ.